დიდგორი და ბიძინა ივანიშვილი. დიდგორობაზე ჩვენ შევიკრიბეთ მოსაგონებლად დიდი გმირების, გარდასულ ჟამთა რაიმდობისა, დასაფასებლად ჩვენი ძირების. მეფე დავითის მთავარ სარდლობით აქ მიიღო თანაც დიადი, ქართველთ შემუსრეს მტერი მართლობით, იხსნეს სამშობლო, ფანტეს წყდიადი. წმინდა გიორგის თვალსახილველად მტრებსა მუსრავდა შეწევნით ღვთისა, ესე ამბავი მოხდა პირველად, ბევრმა ირწმუნა ჩვენება ცისა. მცირე ძალებით აურაცხელთა მტერთა არმია აქციეს მძორად და გადაიქცა ესე ხეობა, მრავალ מחვილად, შუბად და თორად. ძლევა იესრეთ განსაკვირველი, ჯერ არც ყოფილა, რაც აქვს მენია, თუმცა ქართველებს დიდი ბრძოლებიც თავს მრავალჯერა გარდაგვხდენია. აღმაშენებლის, მისი მხედრობის, დამსგავს მებრძოლთა მამულიშვილთა, მარად კვეთებით გადარჩა ქართული, დიდება ომში დაცემულ გმირთა. წმინდა მიწიდან რჩეულ რაზმითაც მტერსა უტევდნენ ტამპლიერები, ბალდუინისგან გამოგზავნილნი თან მეომრები, თანაც ბერები. ერთად შეიკრნენ, ღმერთი ახსენეს, დაილღაზისა ჯარების ძლევით, იხსნეს რჯულიცა და საქართველოს, მტერთა ჩაჩქანთა თორანთა მსხრევით. გავიდა ხანი, საუკუნენი, ენაცვლებოდა წყდიაც ნათელი, მაგრამ ამ ბრძოლას გამორჩეულად პატივს მიაგებს მარად ქართველი. და საქართველოს მაცხოვრებელი, სხვა ტომისა თუ რჯულისაც კაცი, მაგრამ ერთგული ჩვენი ერისა, გულით მართალი, ქცევით მამაცი. ბოროტთ არ ზინავთ, დღესაც გრძელდება საქართველოსთვის კიდევ ომები, გადამწყვეტ ომშიც გაიმარჯვებენ რწმენით მართლები, გულით ლომები. როს გავიმარჯვებთ ვითარც დიდგორში აღმაშენებლის მძლეველი ჯარი და დაუბერავს საქართველოსთვის ბედნიერების მომბერი ქარი. მერე მივხედავთ სხვა საქმეებსაც, შრომის გარეშე წალკოც არველი, ციდან დაგყურებს ჭეშმარიტება, წმინდა გიორგიც ჩვენი მფარველი. დღეს ამ ბრძოლაში წინ მიგვიძღვება ტანჯულ ერისა რჩეული შვილი, გულანთებული მამულიშვილი, ქველი ბიძინა ივანიშვილი. მის თანამებრძოლთ გზას დაულოცავ გამჭრიახობით, ბრძნული გონებით, დამიხარია რომ მიჰყვებიან აზვირთებული ლეგიონებით. სიკეთისა და სიქველის ხანა გაგრძელებოდეს ჩვენს საქართველოს, არ მოჰკლებოდეს ქრისტეს წყალობა ამ მიწას მთაბარს, ზღვასა თუ მდელოს. მაშ მოგილოცავთ დღესასწაულსა, სიმართლითა და კეთილი გულით, წინაპართ სულებს მთხოვოთ შეწევნა, რომ დავასრულოთ ძლევითა სრულით. ძველად ამ ველზე და ხეობაში ქროდა მესიის ჩვენი მახვილი, მარად გვესმოდეს ბრძოლის ხმაური, ძლევის ყიჟინა და შეძახილი. კონსტანტინე ფალავანდიშვილი 2016 წლის 13 აგვისტო, თბილისი.